ტელეფონი მზად არის და სად ვრეკავთ და რისთვის ვრეკავთ. მოკლედ ესეთი ამბავია. ჩვენ ვრეკავთ ერთ-ერთ სასტუმროში და ვრეკავთ იმისთვის, რომ იქ უნდა ჩავატაროთ პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას ოღონდ ჩვენ არ ვატარებთ, ჩვენ ვართ ამ პრესკონფერენციის ორგანიზატორები, რომ ეს ყველაფერი დავაორგანიზოთ. პრესკონფერენციას ატარებს სამთავრობო გუნდი. სამთავრობო ქალაქ გარეთ გადის, ეს სასტუმრო არ არის ქალაქში, ქალაქ გარეთ არის და მოკლედ გადაწყვიტა სამთავრობო გუნდმა, რომ იქ გამართოს პრესკონფერენცია და მოკლედ დავრეკავთ ახლა სასტუმროში და ვეცდებით რაღაც სულელები. ნახოთ რა გამოვა. გავახალისოთ სასტუმროც და ჩვენც გავახალისდეთ. ნომერი. დიახ, ისმენთ? საღამოშიდობის თუ დროს ხომ არ გაწუხებთ? არა, ისმენთ. სასტუმროსთან დაკავშირებით გირეკავთ? დიახ. მოკლედ დაინტერესებული ვარ თქვენი სასტუმროთი, რომ მან ჩავატაროთ კონფერენცია და შემიძლია გაგესაუბროთ რამდენიმე. კონფერენციის ის აღარ გვაქვს, რა ქვია, გადააკეთეთ ოფისად და აღარ გვაქვს ეგ დარბაზი. კარგი, კითხავთ მაინც. ესე იგი, საპრესკონფერენციო რაც გქონდათ, ის ოფისად გადააკეთეთ? კი. და რამდენი ადამიანი შეიძლება იქ რო დაჯდეს მაგალითად? არ ვიცი 4 ზის ახლა ამჯერად, მაგრამ ანუ გაქირავებით მაინც არ ქირავდება ყოველ შემთხვევაში. კარგი, ნომრები ხომ გაქვთ? ნომრები კი? მოკლედ ეხლა აგიხსნით რატომ გირეკავთ რა. ეს ინფორმაცია მინდა რომ ჩვენ შორის დარჩეს, თუ ვიდრე არ შედგება ჩვენ შორის მოკლედ შეთანხმება. სამთავრობო გუნდის რაღაც ნაწილს უნდა რომ ჩამოვიდეს თქვენთან და ჩაატაროს კონფერენცია, ოღონდ აი სპეციალურად შეარჩევენ ისეთ სასტუმროებს, რომლებიც ნუ რამდენი ვარსკვლავი აქვს თქვენ სასტუმროს? ეგრე არ არის, ჩვენ სიკვდილს გადის საოჯახო ტიპის სასტუმრო. ძალიან კარგი, უკეთესი, ძალიან კარგი და მოკლედ ოთახი რამდენი გაქვთ თქვენ? დაახლოებით 50 ოთახი გაქვთ, ანუ 100-მდე სტუმარს დაიდევთ. დიახ. ძალიან კარგი, ამდენი არც დაგჭირდება. ოთახებს შორის დაშორება რამდენია თუ მეტ? აი, ახლოს თუ არის ოთახები თუ არა, ხო, ჩაულებრივად. გვინდა რომ რაღაც ოთახები იყოს ერთმანეთისგან დაშორებული, ანუ მაგალითად აი თქვა სიტყვაზე ავიღოთ ბატონ გიავოლსკის აქვს ბატონ კობახიძესთან რაღაც პრობლემა და მათი ოთახები არ გვინდა რომ გვერდი იყოს. გვინდა რომ თუ ცალკე ხო არ არის ეს ერთი კორპუსია თქვენი მთლიანად? კი, ერთი კორპუსი. ნუ თავში და ბოლოში ავიღოთ, არ არის პრობლემა. ერთი ნომერი თავში ავიღოთ, მეორე ნომერი ბოლოში ავიღოთ, ეგეც არ არის პრობლემა. სასტუმროს უკანა გასასვლელი თუ აქვს თქვენ სასტუმრო, ერთი ცენტრალური შესასვლელის გარდა თუ აქვს უკანა გასასვლელი მაგალითად? აი, გასასვლელში რას გულისხმობთ? აი, მაგალითად, საიდუმლო გასასვლელი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ახლა სამთავრობო გუნდის წევრები არიან სპეციალურად შეარჩიეს ესეთი სასტუმრო. არა, გააქვთ, იმიტომ რომ აი გაპარვის საშუალება თუ არის, რა თქვა, აი გაწოფებული ბორო მოვიდეს, რომ გაიგონ რა ხდება და მე გაპარვის საშუალება გქონდა. არავით არ. ეხლა იცით რა გვაინტერესებს? რაიმე აუზი ხომ არ გაქვთ პატარა, ან ეზოში, ან დახურული, ან ღია მაგალითად, სულ ერთია? კი, ღია აუზი არის, კი ბატონო. ძალიან კარგი. იცით რა არის ეს კონფერენცია არის გარემოს დაცვის თემატიკაზეა, მოკლედ აი ამ დათბობა რაღაც ესეთი თემატიკაზე აქვს და აი ამ აუზზე რა გვინდა, იცით რომ ეს კონფერენცია ჩატარდეს აუზში მაგალითად. აი ხო, ეგ არ ვიცი ხარ ამდენად ის არის რეგულაციებსა და შესაბამისად რეგულაციებს ეხლა გეტყვით. მასკიდათ უფროს უნდა გადავცე. ხო, იცით რა არის, რეგულაციებს გადაეცით უფროს, რომ რეგულაციებს რაც შეეხება თქვენი სტუმრები დაარეგულირებენ ყველაფერს. თავარია თუ შეგიძლიათ რომ აუზში ჩაისხას წყალი, აი მე არ გეუბნებით რომ აუზი უნდა აივსოს და იქ ყველა ესე უნდა ჩატარდეს კონფერენცია. აი კოჭებამდე რომ ჩავასხათ წყალი. ეს სიმბოლური დატვირთვა ეძლევა ამას, რომ ისინი თაკარა მზეზე სხედან, საუბრობენ, მაგრამ ფეხები გრილად აქვთ. ხვდებით, აი კოჭებამდე წყალში არის. აი ეს რაღაც თავიანთი ხო, ნუ მე მგონია რომ პრობლემა არ უნდა იყოს ახლა თქვენთვის უბრალოდ ხო, შესაძლებელია ეს? არა, სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი. კიდევ ერთი რა მინდა გითხრათ, გვინდა ორკაციანი ნომერი, მაგრამ კი არ იყოს აი ეს საწოლი ცალცალკე, იყოს სართულებად რომ არის საწოლი რა. აი პირველი სართული და მეორე სართული, იმიტომ რომ რამდენიმე ყავს ყოფილი პოლიტპატიმარი და მიჩვეულები არიან რომ აი ესე არა. იცით რა მინდა გითხრათ, თუ თქვენ კიდევ გაქვთ მან რაიმე დამატებით გასართობი პროგრამები, ან კიდევ რაღაც რაშიც შეიძლება რომ სიტყვაზე ესენი გაერთონ, ან თანხა დახარჯონ, ან რამე, ძალიან გთხოვთ რომ ჩვენს გარეშე ეს არაფერი არ შესთავაზოთ, იმიტომ რომ მაინც ხალხის ფულით მოდიან და არ არ გვინდა რომ ეს თანხა ესე დაიხარჯოს. კარგი, ორი დაშორებული ნომერი ხო შეგიძლიათ და კიდევ გვინდა თითო კაცზე თითო ნომერი, ისინიც რომ ერთმანეთისგან იყოს დაშორებული, ხვდებით? ანუ ერთ-ერთ ნომერში რომ მოვათავსო დინარაძე და მეორეში მინდა რომ თალაკვაძე იყოს, რა და ესენი ხო ხვდებით, ერთი მღერის მეორე ლექსებს ყვება და ხშირად არის ხოლმე რომ თუ ახლოს არიან, მე ერთმანეთს ხელს უშლიან ხოლმე და მინდა რომ ცალცალკე
კი, ხვალ და რეკეთ მაგ ინფორმაციას გაგვიყვება. ერთი წუთით, მოკლედ არ გათიშოთ რა, არ გაგვითიშოთ. თქვენი სახელი გითხარით? ჩვენ გირეკავთ შოუდან მთავარი ბიჭები და ეს იყო ხუმრობა, სატელეფონო ხუმრობა და მადლობა გინდა. მადლობა, აპატიეთ ბოლოს განვეცინა, თორე კიდე რაღაცებს კითხავდით და შეიძლება დაგვეტვირთა თქვენი სასტუმრო, მაგრამ აი ბოლოს მაინც გამეცინა რა. კი ბატონო. თალაკვაძის ლექსები რო წარმოვიდგინე და ახეთ დინარა ზემღერის ნომერში მარტო. აი მეგო შევიკავეთ ამ. დიდი მადლობა მაინც რომ ესე მეგობრულად გაგვესაუბრეთ. ანუ რო რაღაც იყოს თქვენი იმედი გქონდეს, აუში წყალს ჩაუსხამთ. დიდი მადლობა, ჩვენგან მეგობრული მოკითხვა და წარმატებებს უსურვებთ თქვენ სასტუმროს. კარგად, ნახვამდის. ბიჭო, მადლობა. ნახრად. მოკლედ ერთი კარგი ერთი სასტუმრო გვინდა. მეგობრებო, ესეთი ამბავი ადამიანები ყველაფერზე თანახმარიან, უბრალოდ ეს რეგულაციები არ აძლევთ საშუალებას, რომ აგინა გენდერული ბალანსის დავიცავით. წინაზე 2 იყო და ეხა ქალბატონია, ორი მამაკაცის მერე ქალბატონის შეხვდა. ჩვენი